ნომერი 11, number 11, დემურ თაფლაძე. ნომერი 12, number 12. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, სადაც საქართველო მეოთხედ უმასპინძლებს იაპონიას. ამ ორ გუნდს შორის არასდროს არ ყოფილა მსუბუქი და მარტივი შეხვედრა და დღეს კი დამატებითი мотиваცია აქვს ორივე გუნდს, რომ კიდევ უფრო სანახაობრივი დაძაბული შეხვედრა ვიხილოთ. ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რომელ კალათაში განწესდება იაპონია ან საქართველო. ჩვენ ველოდებით ცხადია მოგებას და იმას, რომ მეორე კალათაში დავრჩეთ. ასევე ეს იქნება მატჩი, ბოლო მატჩი, როდესაც 2030 წლამდე საქართველო ტიერ 1-ის გუნდს უპირისპირდება, ასე რომ ბევრი რამ აქვს საქართველოს დასამტკიცებელი. ცხადია იაპონიასაც, თუმცა დღეს ნაკლებად შევეხებით იაპონურ მხარეს, ცხადია აქცენტი გვექნება საქართველოზე. საბე ჟორჟიკაშვილი და იოსებ ჯაფარიძე გაუძღვებით დღევანდელ შეხვედრას თქვენთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სულ ცოტა დრო რჩება იმ გადამწყვეტ, იმ უმნიშვნელოვანეს თამაშის დასრულებამდე. აგერ მერაბ შარიქაძეს არის თქვენს ეკრანებზე. და პირველად ტრიბუნაზე ამდენი ხნის შემდეგ საყვარელი ადამიანი ქართული რაგბის კომაგის და არა მხოლოდ. მივესალმოთ კაპიტანს აქედან რაგბი TV-ს სტუდიიდან. მოკლედ ძალიან ცოტა დრო რჩება უმნიშვნელოვანეს თამაშის დაწყებამდე. ამან უნდა გადაწყვიტოს, როგორც აბა აღნიშნა პირველი 12 იულის მნიშვნელობა, სოფლიო რეიტინგზე მაქვს საუბარი, რაც ძალიან დიდ მნიშვნელობას იქონიებს თუ ვინ რომელ კალათაში განთავსდება სოფლიო ჩემპიონატზე. მოდი მარტივად და გასაგებენაზე რომ ვთქვათ, აბა თუ ჩვენ მოვახერხეთ დღეს ან გამარჯვება ან ფრეს თამაში, მაშინ ჩვენ დავრჩებით იაპონიაზე წინ და ვიქნებით მე-12-ზე, რაც საშუალებას მოგცემს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ერთით ნაკლები გრანდი ყავდეს ჯგუფში, რაც რა თქმა უნდა უფრო გაამარტივებს ჩვენს ესე ვთქვათ საპლეიოფო მიზნებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება. მოკლედ ველოდებით გუნდებს და დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. ამ დონის მატჩი ზუსტად 2016 წელსაც სწორედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, მაშინაც შემოდგომის ტესტების რანგში. ის შეხვედრა წყვეტდა ათეულის ბინადარს, პირველად ჰქონდა შანსი საქართველოს, რომ ათეულში შეეღწია და ათეულის მკვიდრი გამხდარიყო. მაშინ დაუთმეთ ის მატჩი და დაუთმეთ საკმაოდ ასე ვთქვათ ძალიან არასასიამოვნო გზით, იმიტომ რომ ვიგებდით დიდი ხნის მანძილზე და ბოლოს გაგვეპარა და ტემპი ვეღარ ავუწყეთ იაპონიას. მაშინაც ედი ჯონსი წვრთნიდა, არა ინგლისში იყო მაშინ ედი ჯონსი უკვე, თუმცა ედი ჯონსთანაც არ არის პირველი კვეთა. მოკლედ ძლიერი ედი უპირისპირდება თავისთვის ძალიან კარგად ნაცნობ. უნდა ვთქვათ, რომ ეს იაპონია იყო მაშინ, რომელსაც უკვე საფრანგეთთან დამარცხებული ყავდა მსოფლიო ჩემპიონატზე და რამხელა ჰაიპი და რამხელა ესე ვთქვათ ძალა ქონდა მაშინ იაპონიას. მოდი გადავიდეთ შემადგენლობებზე, ჩემ თავზე ავიღებ სტუმრების გამოცხადებას. კენდა კობაიაში, კენჯი სატო და შუჰეი ტაკეუჩი უილსთან გამართული მატჩის შემდეგ მთლიანად გამოცვალა ედი ჯოუნსმა პირველი ხაზი. მეორე ხაზში ეპინერი ულუივეტ და გუნდის კაპიტანი ვორნერ დირსი, რომელიც 23 წლის ასაკში იაპონიის ნაკრების კაპიტანი გახდა. მოგეხსენებათ, ზოგადად მაიკლიჩი არის იაპონიის ნაკრების კაპიტანი, მაგრამ უკვე ასაკშია საკმაოდ და იმდენ თამაშს ვეღარ თამაშობს, როგორც მიგვაჩვია თავი დროზე. ტაილერ პოლი, კანჯი შიმოკავა და ჯეკ კონოსენი იქნებიან მესამე ხაზში და აუცილებლად ხაზი უნდა გაუშვათ ნაოტო საიტო, იაპონიის 9 ნომერი, რომელიც ტულუზას 9 ნომერია. მოდი მარტივად რო ვთქვათ, ანტუან დუპონის კონკურენტი არის გუნდში და როგორი კარგი 9 ნომერია წარმოიდგინეთ. შექსუნ ლი 10 ნომრად და ფრთებზე ტომოკი ოსადა და კაზუმა უედა, ცენტრში ჩარლი ლოურენს და დილან რაილი და 15 ნომრად იქნება სემ გრინი. საკმაოდ ინტერნაციონალური შემადგენლობა ყავს იაპონიას და აგერ გამოჩნდნენ ჩვენი ბიჭები ბექა გორგაძე და გაგვაცანი ჩამოგართმევს სიტყვას მაშინ პირველი 2 და 3 ნომრებით გიორგი ახალაძე, ირაკლი ქვათაძე, ირაკლი აბციაური იქნებიან პირველ ხაზში. მეორე ხაზის დუეტი მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე. მესამე ხაზში 6 თორნიკე ჯალაღონია, 7 ბექა საღინაძე, 8 გუნდის კაპიტანი ბექა გორგაძე, რომელიც მოუძღვება ახლა ბორჯგალოსნებს. ვასილ ობჟანიძე 9, მისი მეწყვილე 10 ნომრად თედო აბჯანდაძე, 11 დემურ თაფლაძე, 12 თორნიკე კახოიძე, 13 მისი მეწყვილე ცენტრში
გიორგი კვესელაძე, 14 აკაკი ტაბუცაძე, 15 კი დავით ნინიაშვილი. კვესელაძეზე და დილან რაილიზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული და ზოგადად ცენტრის წყვილზე ცენტრი ბევრ რამეს გადაწყვეტს, ისევე როგორც მესამე ხაზი ამ შეხვედრაში და სტატიკური ფაზები. მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოქრილი მატჩის დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა უკვე ორივე გუნდი მოედანზეა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე. თითქოს ყველაფერი მზად არის გარდა მაყურებლებისა, რომ ეს შეხვედრა დაიწყოს. უფრო მეტ მაყურებელს ვისურვებდით ჩვენს ასეთ გადამწყვეტ შეხვედრაში. ცხადია მოვლენ, მაგრამ ქართულ ტრადიციას არ ვღალატობთ, მაგრამ ახლა სანამ შემოგვიერთდება მაყურებელი სტადიონზე, ჩვენ მოვუსმინოთ ჰიმნებს. იმიგაიო იაპონიის ეროვნული ჰიმნი. Ladies and gentlemen, please all rise for the national anthem of Japan. Minasan Nippon no kokka seishou desu. ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ჰიმნი აქვს ფოტოშორის. იაპონიას ედი ჯოუნსი თქვენს ეკრანებზე. იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ძლიერი ედი როგორც Ladies and gentlemen, please remain standing for the national anthem of Georgia. ესე ყველაფერი მზად არის შესულდა ორივე ნაკრების ეროვნული ჰიმნი და ველოდებით უკვე ირლანდიელი მთავარი არბიტრის ნიშანს რომ დაიწყოს მატჩი, ხომ საჯებზე არაფერი არ გითხოვს საბა მთავარი მსაჯი იქნება ოუენ კროსი, მას კიდევიდან ენტონი უდვორდი და პიტერ მარტინი დაეხმარებიან, ხოლო ლიო კოლგანი იქნება ვიდეო რეფერი და ქართველი მეოთხე მეხუთე მსაჯები არიან მარიამ გოგუაძე და ლაშა კაზალიკაშვილი. მოკლედ და ყველაფერი მზად არის, მოდი ვთქვა პირდაპირ რომ დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რომ მეტოქეს ჯანით ვაჯობოთ, დავჩაგროთ ჯანში, ეს იქნება სწორედ გასაღები. თუ დააკვირდებოდით ჰიმნების დროს, როცა დიდი ხედი იყო ორივე გუნდის, აშკარად ფიზიკურად გაცილებით ვარ და იაპონია შესაბამისად ძალიან სწრაფი გუნდია, უყვართ სწრაფად თამაში. გამოვყავი მე მატჩის წინ მათი 9 ნომერი საიტო, რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია გუნდის ათამაშება და ეს იქნება მთავარი კოზირი სავარაუდოდ ედი ჯოუნსის დღევანდელ მატჩში ძალიან დასანანი მარცხი იწვიეს იაპონელებისთვის. უელში 23-21 ბოლო წუთზე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს ამომავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა. მოკლედ ყველაფერი მზად არის, ველოდებით ოუენ კროსის ნიშანს და დაიწყება ეს უპრინციპულესი, უდაძაბულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი.
ნილ ჰეტლიმაც სწორედ იმაზე გააკეთა აქცენტი გუშინდელ პრესკონფერენციაზე, რაც შეინახსენე ფიზიკურობაზე, თუმცა ასევე გაუსვა ხაზი იმასაც, რომ ძალიან სწრაფი და მოძრავი უკანა ხაზი ყავს საქართველოს, ასე რომ ყველა კუთხით ყურადღება მართებს იაპონიას, ეს ჟღერდა და ისმოდა მათი განცხადებებიდან ინტერვიუებში, ასე რომ რას დაუპირისპირებთ მომზადებულ, ედი ჯონსის მომზადებულ იაპონიას, ამ ყველაფერს გავიგებთ 80 წუთში დაიწყო შეხვედრა, უმნიშვნელოვანესი კიდევ ერთხელ განმეორდებით ქართული რაგბისთვის, არა მხოლოდ ესე ტესტ მატჩის რანგში და უშუალო დაპირისპირებებში, არამედ ბევრად დიდი რამდევს დღეს სასწორზე, საერთოდ ქართული რაგბის მომავალზე. მომავლისთვის. ხო, ასევე მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ, იაპონიისთვისაც იგივე არის და მათაც ძალიან სურს რომ 12-ში იყვნენ შესაბამისად დღეს ყოველი მილიმეტრისთვის, ყოველი სანტიმეტრისთვის იქნება თავდაუზოგავი ბრძოლა და ვფიქრობ რომ აი ეს მცირე დეტალები გადაწყვეტს დღევანდელ მატჩში გამარჯვებულის ბეწს და ერთად ხო, სიახლეც უნდა ვთქვათ, ეს გვარები პირველად საერთოდ კარგია, უფრო გაიცნობენ ჩვენი ნაკრების ბიჭებს, ლობჟანიძე ათამაშებს, აღინაძე მიეძალა და მიცა ორი კონტაქტი გაისროლა, ორი იაპონელი ლობჟანიძე ისე, გორგაძე მეორე დარტყმა მივიდა მეორე ხაზელებზე მარტოა ბექა უნდა გადავყაროთ ლობჟანიძე ისე გაიტანა თედოზე, კვესო ჩაერთო თვითონ წავიდა, საბოლოოდ შებოჭეს და ფეხი არ უნდა აუწიონ. თუ აუწევენ კარგი იქნება ჩარიმას მივიღეთ. მაღალი ტემპი შევთავაზე თავიდანვე იაპონიას. ლობჟანიძე გვაქვს გრძელი ფთა გასაშლელად გორგაძე და როგორ აქტიურობენ გორგაძე და საღინაძე კონტაქტის ზონაში ნინიაშვილი რთული ბურთი დაიმორჩილა არ იყო იდეალურთან ახლოსაც კი ეს გადაცემა. უკან ვიხევთ აფციაური გააკეთებს ახლა დარტყმას და ვნახოთ შეიძლება ფეხითაც ვითამაშოთ. კი, ნიშანი ამისი გასცა ვასილ ლობჟანიძემ. რამდენიმე ფაზის შემდეგ ვერ მოვახერხეთ წინასვლა პირიქით უკან წამოვედი და ახლა უკვე მაღალი ფეხი ლობჟანიძიდან სად არის ეს დარტყმული იმედი არ დატოვებს მოედნის ფარგლებს, მაგრამ დატოვა და იქნება დარტყმის ადგილიდან დერეფანი სტუმარი გუნდის ხო 5 წვლილება განახორციელა რიჩარდ ქოქრილმა კანადასთან მატჩის შემდეგ ხაში დაბრუნდნენ კახოვიძე და ტაბუცაძე ასევე გიორგი ახალაძე ჩამოვიდა კლერმონიდან და ის არის პირველ ნომრად კი დავით აბდუშელიშვილის ეს არასწორდება ძალიან გავდა ვისია ბურთი უკან დავტოვეთ რა ხდება აქ ბურთზე ასე თამაში ასე ინერტულად თამაში არ შეიძლება ძალიან ჭკვიანურად გაატარა ახალაძემ ახლა ბურთი რომ აეღო გადაიყვანდნენ ბურთიანად მაგრამ იაპონელებისგან იყო ბოლოს ნათამაშები და შესაბამისად ჩვენი არის დერეფანი ხო ირაკლი ხვათაძე და ორი დებიუტანტი ყავს დღეს მარკაბაში ნიკა სუთიძე და კახა დარბაიძე მინდა რომ წარმატებები უსურვო ორივეზე მთლიანად საქართველოს ნაკრებს ჩაჩანიძე ორი ხელი არკაძემ ტრავმა მიიღო წინა მატჩში ფეხის შეცურების ეპიზოდში სრულიად უწყინა მომენტში ახლა კი თვალი მივადევნოთ ამ მოლს წინ წავიწიეთ გავიდა საჭირებულმა მიიღო მაგრამ როგორ ახერხებს მაინც უპირატესობის გაკეთებას აუბამას მხარი ბექა გორგაძემ მივდივარ წინ აქ თითქოს ხელი შეგვიშალეს რა თქმა უნდა და მივიღეთ უპირატესობა არ გადაგორებისთვის არასწორ მხარეში არჩენ ჯალაღონია თვითონ მივიდა უნდა გავაგზავნო და უფრო თამამად უნდა ვითამაშო ნინიაშვილი გადაიკიდა ვინ იქნება პირველი აბურთი დავადავით ნინიაშვილი ძალიან კარგი იყო ესე უნდა ვაგზნობინო და ცოტა მეტი ხალხი თუ ჩავაყვანინეთ ესე დროს დაცვაში უფრო გაგვიცდება სივრცეები და რა თქმა უნდა წავიდეთ ავანტურაზე მით უმეტეს მაშინ როდესაც გვაქვს უპირატესობა ჩვენი სიმძიმის გამოყენება ჩვენი აი ამ მასიურობის გამოყენება სწორედ აქედან არის აი ამ კუთხით არის შესაძლებელი იაპონიას დაჭირდება მეტი მოთამაშე რაგში თუ ჩვენ ასე დინამიკაში ვითამაშებთ და ამის შემდეგ სივრცის გამოყენება გვმართებს რისი მცდელობაც იყო ახლა მართალია წარუმატებელი მაგრამ ამისთვის გვექნება კიდევ შანსები კარში დარტყმას ვიხილავთ მეოთხე წუთზე აბზენადეს აქვს შანსი რომ დაგვაწინაუროს თან საკმაოდ ხელსაყრელი პოზიცია სანამ თედო კარში დაარტყავს შეგახსენებთ რომ ყაზბეგი გახლავთ ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი ასევე უნდა შეგახსენოთ რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი ჯილბერტის და დი3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. და თედოს პირველი დარტყმა და ჩვენი პირველი ქულები 3-0 დაწინაურდა საქართველოს 4 წუთის განმავლობაში 3.5 თვის განმავლობაში საქართველოს შეტევაში იყო საბოლოოდ გამოვსწრეთ მეტოქეს ჯარიმა და დავწინაურდით. პირველი ქულები
მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენი აქტიურობა და უპირატესობა ქულებში აგვესახა. ასეც მოხდა ყველაფერი. ახლა ვნახოთ უკვე ამას რას შევმატებთ. მეხუთე წუთზე განახლდა შეხვედრა. სიანსინ ლიმ შეიყვანა ბურთი თამაშში. აქ თაფლაძე იყო ჰაერში იდეალური, დაგვიტოვა ბურთი საკმაოდ რთულ მომენტში ლობჟანიძე, ახალაძე პირველ ხაზელების დარტყმას ხედავთ აქ. ხო, საკმაოდ ესეთი აგრესიული ფიჯელი ყავს ერთი მათი მეორე ხაზელი, ულუიტიტი ძალიან ხისტი მორაგბეა და მისი განაიტრალება მართავს, მაგრამ სიხისტე ვის ქონდა ვნახეთ ბექა საღინაძემ 3 კონტაქტი გააკეთა და 3-ვე მისი აქ კიდევ ერთი ისევ ბექა გორგაძე თანაგუნდელების დახმარებით ქვევით ბაბუნაშვილი კაყოიძე მაწია ხაზი, თუმცა ლი ფეხით გამოდის ახერხებს წნეხიდან დარტყმას თან საოცარ დარტყმას კიდევ უფრო კუთხისკენ რომ წასულიყო იდეალური იქნებოდა, თუმცა დავით ნინიაშვილი უკვე საპასუხო დარტყმით ამოდის 22-დან. კარგი წნეხი დაადეს ნინიაშვილს, ამის და მიუხედავად მაინც კარგი ფეხი დაარტყა ჩვენმა ფულბეკმა და ეს გორგაძის კიდევ ერთხელ დააკვირდით დაждდა თუ არა გოლი კონტაქტი, როგორი ბოჭვა შეასრულა ჩვენმა კაპიტანმა. ყველამ კარგად ვიცით რომ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული გორგაძეზე და საღინაძეზე. აბა წამოვიდნენ იაპონელები, გაგვიჩალეს ზურგს უკან შექმნეს მეტობა და მაღალ ბოჭვაზე წავიდა აქ არბიტრი, ჯარიმა უპირატესობა აქვთ, თამაშობენ ხელ და ხელ, ფეხით შეცურება, დაბრუნდება ჯარიმის უპირატესობა, ადგილზეა თაფლაძე. განმეორებით ვნახავთ, საინტერესო იყო, იმიტომ რომ შენი არ იყოს მეც გამიჩნდა ეჭვი თითქოს აქ სუფთად ითამაშა კახოიძე. ხართან მომეჩვენა, მაგრამ რა თქმა უნდა კარგ პოზიციაში იყო შეხვედრის მთავარი მსაჯი და უფრო კარგად ხედავდა აღნიშნულ მომენტს, უფრო დაწევისკენ მოგვიწოდა ბოჭვების და ვნახოთ რა სიზამენ ახლა. აი, აქედან კარგად გამოჩნდება. განმეორებით კი. დავაკვირდეთ კახოიძე. ამოგდება და აუცდა ყელისკენ აუცდა მაინც. ო, თითქოს იყო კონტაქტი. კი ბატონო. სანამ დარტყმას შეასრულებს ამჯერად უკვე სიანსინ ლი, გეტყვით კიდევ ერთხელ რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. ასევე გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი, ჯილბერტის და D3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აი, თითქოს მხრის ზემოთ ბოჭვა იყო და შემდეგ ჩაატრიალა კახოიძემ, ამაზე მიიღეს ჯარიმა, სონსინგლის გამორბენი, დარტყმა ზუსტია 3-3 თანავდება ანგარიში, ახლა უკვე ჯერი საქართველოსზეა. ცუდი ის არის რომ იაპონიას პირველივე მცდელობიდან გამოუვიდა ქულის აღება. რეალურად პირველი შანსი მიიღეს ჩვენ ნახევარზე, პირველად გაათამაშეს და დისციპლინა, რაც ბოლო პერიოდის პრობლემა არის, განსაკუთრებით წინა თამაში, ხო, რამდენი ბარათი მივიღეთ, აუცილებლად ყურაცაღები იქნება დღევანდელ მატჩში. კი ბატონო, იაპონელები საკუთარ 22-ში მიიღეს ბურთი და დაჯარიმდნენ. მე მგონი კი ბატონო, ჩვენია ეს ბურთი. ბლოკირებისთვის კი ბატონო, არ მიუშვეს ესე თქვა ბურთიანთან ჩვენი ბოჭავი და შესაბამისად ბლოკირებისთვის დაჯარიმდნენ იაპონელები. აუჩი მივდივართ. და ვეცდებით მოვლით ბაბუნაშვილმა, საღინაძემ, თავად ლობჟანიძემაც მოითხოვეს და მიიღეს ეს ბოჭვა განმეორებით. ვნახოთ ამ დერეფნა რას გავაწყობთ. კარში დარტყმავთ, სადეთ გამოგვივიდა. ამჯერად უკვე აქცენტი გვაქვს ლელოზე. კომენტარს არ გავაკეთებ ამ ჯარიმაზე, რადგან ჩვენ სასიკეთოდ იყო ჩემოსაბა და აბა ვნახოთ. ქვათაძე, ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი, ორი ხელით ბაბუნაშვილი შეიკრა მოლი. აი თავარი ახლა ბიძგი მიუცეთ და შემდეგ უკვე ამუშაოთ ფეხები, მაგრამ კარგად გვაწვევიან იაპონელები, გაგვიჩერეს მოლი. ხაზი ჩაერთო. შევიყვანეთ ყველა თითქმის მთელი გუნდი აქ არის, კვესელაძეც მივიდა, მაგრამ გაგვიჩერეს თითქოს საჯი არის ძახი. ბურთი გარეთ არის. მივაწექით, მივდივართ. უნდა გაიტანოს, ახლა უნდა იგზნოს კვესელაძე, მასეც ხდება. გადავიდა მიწაზე თამაში, ლობჟანიძე ამძიმებს, მორკინალებს უხმო თავისთან. ახალაძე. აიღე და მიეძალეზე გადავალთ, ახლა მეტოქი დაჩეჩქვაზე და თვითონ უხელებო მოჭაზე მოდიან იაპონელები. ბაბუნაშვილს დაამხმარე ჯგუფი მიუახლოვდა და არტყა ბაბუნაშვილმა. ტემპი ვერ გვაქვს სათანადო, თუმცა კონტაქტის ზონაში გვაქვს უპირატესობა და აქვს ამ კაცს, რაც თავარია გაავშალეთ ხაზე ზურგსკან. გადაცემა გრძელი პასი, დავით ნინიაშვილი არ იყო გამართლებული.
და ახლა მოგვიწევს თავის დაცვა ძალიან დიდი საიდან მორბის დააკვირდით და თუ დაეწევა უნდა დაგვეხმაროს ძალიან დაგჭირდება ვინ იქნება პირველი და გაგვიტანეს არა გავუშვით ძალიან დასანანილელო არაფერი მოასწავებდა ამას გარდა არასწორი გადაწყვეტილებისა რომელიც მივიღეთ გავშალეთ ნაკლებობაში ხელით და ჩვენ შეცდომაზე დილან რაილი მისარგებლა ჩვენი შეცდომით გაგვიტანა ლელო დაგვადუმა არა და რა კარგი ფაზები მივაწყეთ და ძალიან დასანანი იყო ეს ლელო რა თქმა უნდა არ უნდა გაგვეტანა და გითხრები საბაჯერ კარგად უნდა დაგვეჩეჩქვა მე თქე რამდენიმე დარტყმა უნდა გავიკეთებინა და თუ ჩავითრევდით შემდეგ კაი ლელო კარგია ხო თუ ჩავითრევდით შემდეგ ბევრ ხალხს უკვე შემდეგ გამოგვიჩნდებოდა სივრცეები მაგრამ ეს არ გავაკეთეთ რისხობრივ მეტობას არ დაველოდეთ თუნდაც თანაბარი რომ ყოფილიყავით იქ იყო დავით ნინიაშვილი რომელსაც შეუძლია ერთ-ერთი უპირატესობის შექმნა მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ პირიქით მოლში დავამატეთ ჩვენ ხაზის მოთამაშეები ამიტომ გარეთ მოგვაკვდა და შემდეგ გავშალეთ მაინც მოკლედ საბოლოო ჯამში 10-0 ყველაფერი უნდა დავიწყოთ 0-დან მაგრამ ამჯერად -7 ქულით კი ბატონო ნუ ძალიან მარტივად გაგვიტანეს ლელო მოდი უნდა აღვნიშნოთ კარგი სპრინტი შემოგთავაზა მათმა 13 ნომერმა დილან რაილიმ ამ ეპიზოდში უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეთ უფრო უნდა შევკრათ თამაში და არ უნდა მივცეთ ასეთ შეცდომებზე დაჭერის საშუალება იაპონელებს ხალხი მოვიდა საკმაოდ ნუ არ გაიუსვა მაგრამ მაინც ბევრია უნივერსიტეტი შეაჩერა იქ გაგურაშობა არ უნდა ჩავრჩეთ აკოს დაურში არიან საიტო გადმოიტანა მარცხენა ფეხზე საიტო სადღაც მშვენიერი დარტყმა გამოვიდა კარგი პლასტარი გვაქვს შესატევად ვნახოთ რითი უპასუხეთ თავარია ახლა ემოციურად და ფსიქოლოგიურად არ უნდა გავწყდეთ და ჩვენ დასახულ გეგმას უნდა მივყვეთ ბოლომდე აბა ჩვენი დერეფანი კვათაძე ბურთით ხედავთ ბიჭებს ჟალაღონია ბაბუნაშვილი დერეფანი ჯერ არ დაგვიკარგავს და ზოგადად ამ ეს სამი ტესტია განსაკუთრებით ძალიან კარგად გამოვიყურები დერეფანში და არ უნდა იმდენი ლაპარაკერო არ უნდა ხო ჩემი ბრალი მგონია უკვე კომენტატორის წევლა არ არის მოგონილი ამბავი მე მგონი კარში დარტყმას მე მოვიხდი ბოდიში მაშინ კარში დარტყმას და აუტის მოწოდებას ვაცალოთ ხოლმე მაგალი ფეხი იაპონელებისგან ვინ იქნება პირველი თვითონ ნინიაშვილზე მიდიოდა ეს ბურთი აერში აშკარად უკეთესი პოზიცია ქონდა ტაბუცადეს ნახოთ თუ ჩაერთვება ვიდეო რეფერი ამ მომენტში საღინაძე გავიუმჯობესეთ კუთხე თუმცა 22-ს გარეთ ვარ ზედმეტად ხომ არ აქტიურობდა უივიტი თუმცა არა თავის საქმე ძალიან კარგად გააკეთა შეგვინელა ბურთი საკმაოდ დაცვასაც მისცა საშუალება რომ გადაწყობილიყო აი აქ ჭალაღონია მივიდა მშვენივრად ტაბუცაძესთან ერთად მალე უნდა გადავგორდეთ არ უნდა მივცეთ ჯარიმის აღების საშუალება ზურგსუკან აბა იაპონელები გაგვიშალეს წამოვიდნენ თვითონ აქ რა თქმა უნდა სივრცე არ დარჩებათ გაუცუდა ბაბუნაშვილის ბოჭა მაგრამ საღინაძე იქვე იყო რა თქმა უნდა საიტო არტყმევინებს პირველ ხაზელებს სიბრტყეზე მაღალს გავიდეთ აქედან მალე უნდა გავიდეთ ზურგსუკან ახლა უკვე ფეხით ითამაშებს ლილის აწეულ ბურთს მიმყოლებიც ყავს საკმაოდ ნინიაშვილი მაინც ფეხზე დარჩა აგრძელებს წინსვლას ასეთ ეპიზოდებში ასეთ მატჩებში გჭირდება დავით ნინიაშვილისა და სხვა ვარსკვლავების უმაღლეს დონეზე თამაში საღინაძეზე და გორგაძეზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული ასევე ნინიაშვილზე იქნება ძალიან ბევრი ლობჟანიძემ დაიგძელა ახლა რაკი და ხო ვასკას ფეხის არ უნდა გაუწეს პირველი დარტყმა არ გამოუვიდა გვახსოვს დარტყმის ადგილიდან იყო აქ კარგი ბოჭვა და ამის შემდეგ გადარტყმები მოაყვა ხო ბევრი ბოქს კიკი უნდა დავარტყათ დღეს წესით რომ ვიყენებთ ამაში ჩაჩანიძე რა კარგია უკან დაახევინა მეტოქეს და თავადაც გაერიდა ბურთის წერტილს საიტო აქ ვაწუხებთ და კარგია საღინაძე არ იყო აქ ჯარიმა გამომდინარე იქიდან რომ კონტაქტმა გამოიწვია საღინაძის სიკნისლა ხო ეს უფრო სუფთა და აშკარა იყო ვიდრე ის პირველი როცა ჩვენ მოხდა ჯარიმა აშკარად გადაეღობა ტაბუცაძე და არ მიცა საშუალება რომ სულიყო ხო ისის საჭიროებაც რამდენად იყო ეს საკითხი უკვე ავიღეთ ჯარიმები რომლის თავიდან არიდებაც ძალიან მარტივად შეგვეძლო და დისციპლინაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო აქცენტი ბევრი მატჩი მახსენდება სადაც ამის გამო არასასურველი შედეგი მიგვიღია. კი ბატონო.
და იმედი მაქვს რომ დღეს ანალოგიური არ მოხდება გასმაგებული და გაათასმაგებული ყურადღება გვმართებს თითოეულ ეპიზოდში დერეფანი ჩვენს 22-ში შემოვიდნენ იაპონელები წითელ ზონაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა აგრესიული დაცვა ბორცღალოსნებისგან აბა დერეფანში რა ხდება მოიგეს ორი ხელით სრუმოლის შემდეგ გაიტანეს გაზზე და დავაშვებინეთ შეცდომა დაუვარდათ თუ ვითამაშებთ გარეთ კი კახოიძე წამოვიდა შენ გენაცვალებენ ჩვენს დაგვივარდა ხო შერკინება ახლა მივიღეთ შერკინება სადაც უნდა გამოიკვეთოს ჩვენი უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელ მატჩის შედეგზე თუ მოვახერხებთ შერკინებაში დომინაციას ვისარგებლოთ მომენტით და სანამ შერკინება მოეწყობა შევახსენოთ მაყურებელს რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლუგი ასევე ისიც უნდა შევახსენოთ რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი ჯილბერტის და D3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ხო, სხვათა შორის უელსთან წაგებული მატჩის შემდეგ ედი ჯოუნსმა გააკრიტიკა საჯობა და თქვა რომ ძალიან ბევრს ერევა ვიდეო რეფერი თამაშიო, ძალიან გაიწევა უელსთან მატჩიო და ეს შესაბამისად თამაშს ცოტა კლავსო ხო, ეოგან კროს არ მგონია დღეს მარტივი შეკინებების საჯობა მოუწიოს We need more space? Yeah, take some more space. Okay. Don't point early. პირველ მცდელობაზე არ გამოუვიდა მოწყობა გადააწყო ახლა. შერკინება და გასცა მითითებებიც. მოდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა. ხედავთ. ირლანდიელ თავარსაჩ ლობჟანიძე ბურთით და პირველი შერკინება ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება აქ უნდა ვაგრძნობინოთ იაპონელებს რომ ჩვენ და შერკინებაში დადგომას აზრი არ აქვს. თავისუფალი ჯარიმა გაიცა გასცამ საჯმა. ჩვენ იაპონიასთან 7 შეხვედრა გვაკავშირებს წარსულში და თითოეულ ამ შეხვედრაში ძალისმიერ კომპონენტებში სულ გქონდა უპირატესობა და თუ ახლო ანგარიში სრულდებოდა იაპონია საქართველო ამ თამაშებში იყო სწორედ ამის დამსახურება პირველ რიგში. კი ბატონო. ხო ვახსოვს შარშან ტოკიოში დავამარცხეთ 25-23 გასვლაზე და ეს იყო პირველი გამარჯვება იაპონიასთან გასვლაზე. ხო, ულუეტი მოიგო ორი ხელით საიტო გაიტანა. აბა რა ხდება, რომ ჩაგვიხლართეს, წამოვიდნენ, მაგრამ ჩვენი დაცვა ადგილზეა, კარგად გადავედით. ისევ საიტო როგორ სწრაფად გააქვს მუთი ზურგს უკან. შეიყვანა! როგორ გადაეწყო ნინიაშვილი ბოჭვაზე, უცებ ვერ მივხვდი, ვერ დავეცი. ერთი ხელით ერთი კაცი დაიჭირა, მეორე. ნინიაშვილი მივიდა 9-ზე და საბოლოოდ მოიპოვა ბურთი, თავად გამოიტანა, მოკლედ, გენიალურია დავით ნინიაშვილი. საღინაძემ დაარტყა. შვიდად უნდა გავიდეთ, მაღალი ფეხი უნდა დაარტყას. ლობჟანიძემ, ხო, ვასკაცთვის 99 ეკებია დღეს. სხვათა შორის გადავედით მეტოქის ნახევარზე, ხო, არ იყო საბრძოლო ეს დარტყმა. აი აქ შანსი გვაქვს რომ მეტოქე დავიჭირო და ბურთზე ვითამაშოთ. თუ დავშტებით არა, ბურთზე უნდა გასულიყავით. კონტრაქტის საშუალება არ ჩავარდეთ. ვერ შევასრულეთ კონტრაქტი, საპირისპიროდ კი წამოვიდა ულუივიტი ძიმე დარტყმა ჩვენს დაცვის ხაზს, მაგრამ აღარ ჩქარობს საიტო და ამ 7 თამაში მაღალი დარტყმულით წასწია თავისი გუნდი წინ, თუმცა დავით ნინიაშვილის გამოცდა ბურთი რჩება ჩვენი. აბჟანდაძე, კახოიძე დაარტყა ნაბიჯი. ძალიან კარგია კახოიძე კონტაქტის ზონაში. ლობჟანიძე, საღინაძე, ხო ეხლა ერთი დარტყმა გჭირდება, უნდა გავწმიდოთ აუცილებლად ეს ბოჭვა კი ბატონო, შევინახეთ, ახლა უნდა გადაეწყოს გუნდი, ყვე. გავიტანეთ აბჟანდაძეზე მაღალი ფეხი თაფაძისგან მეტი სპრინტი გჭირდება და მეტი აგრესია აი ამ ბოჭვაში შევაჩერეთ ლი და მაინც გამოგვიძურა იაპონია, თუმცა წყობრი დაცვით უნდა დავხვდეთ ახლა კონცერტევაზე, შეიძლებოდა და აქვე უნდა შეგვეჩერებინა მათი წინსვლა. შეჭამა აკვესევაძე და კახოიძემ ბურთიანი მოთამაშე საიტო ახლოში რა კარგად გაითამაშეს, სად გაატანა, მაგრამ ადგილზეა საღინაძე წინა ცინიკური ჯარიმა, ყვითელი ბარათი, თუმცა ამ ზონაში გაჭრილი ხაზი იყო და ამიტომაც მიიღეთ ყვითელი ბარათი გვერდიდან თამაშისთვის აფციაური არა თქოს სწორი მხრიდანაც რომ ისული იყო, ქონდა დრო ამისი აფციაურს
ძალიან სამწუხარო ყვითელი ბარათი, ერთი მოკლე პასით, მოკლედ რამხელა სივრცე შექმნეს იაპონელებმა და აკვირდით. რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. დისციპლინა ისევ არ გვაქვს მოწოდების სიმაღლეზე. საიტომ ბურთი ამოაგდო და არავის არ აძლევდა პასს, მაგრამ არასწორი მხრიდან იყო უნდა ვთქვათ. აფციაურიც, მაგრამ საიტომაც ისე გააკეთა რომ ყვითელი ბარათი მიგვიღო, აი სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, ძალიან კარგი ცხანომერია შეიკრა მოლი, უკან წამოვიღეთ საგინაძის ბუჭვა. Okay, 7, release. საიტო ბოლო ორ თამაში არის მეოთხე ყვითელი ბარათი ჩვენთვის. ასულად. და გამოვასყვა ვერაფერს, ჩვენ მე და შენ ვერაფერს. ისე საიტო შეგვიცვალეს შეტევის მიმართულება ზურგს უკან აჩქარდნენ იაპონელები. გააკეთა შეაჩერა საბოლოო ტაბუცაძემ და ჩვენს 22-ში სიღრმეში როგორი სახიფათო. ამოიღო კი ბატონო. ჯალაგონია მწინვალეა. კი ბატონო, შვენიად ითამაშა ლობჟანიძე ახლა. ძალიან კარგად ითამაშა. ნიაშვილის შორეული დარტყმა და დავტოვეთ მოედანში სწრაფად რაც შეიძლება მაქსიმალურად ზემოთ უნდა ამოვიდეთ ნაკლები სივრცე და უტოვოდი რა ბოჭვა მაგრამ შემდეგ გარეთ გვაქვს სივრცე დასაცავი დილან რაილი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე იაპონელთაგან სწრაფად შემოაბრუნეს აქაც ვაკეთებთ ბოჭვას მეტობით სურთ სარგებლობა იაპონელებს ახლოს შეიყვანეს ეპინერი ულუივიტი შემობრუნდა წმეხში ვართ მაგრამ თავს ჯერჯერობით კარგად ვიცავთ არ უნდა ვითამაშოთ ამბურგზე რადგან ჩავარილი იყო ახალაძე საიტო იშლება სივრცე კვლავ ჩანს სტაფლაძე ბლოკირებას ძალიან გავდა ეს მომენტი კონტრაქტის ცდელობა არის ჯარიმა ჩვენია ახოიციმ რა ბოჭვა გააკეთა შემდეგ მიყვა ძალიან აგრესიული ბოჭვები და საბოლოოდ კონტრაქტის ცდელობით დროს დავაჯარიმეთ მეტოქე ბრავო ბიჭებო ასეთი ეპიზოდები იგებს თამაშს. აუ ნეტა მასიური შეტევა და აქ შეიძლება და ნამდვილად ბლოკირებაზე ფიქრი. ამოვისუნთქოთ ჩვენც ამოვასუნთქოთ მაყურებელს. გეტყვით იმას რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური ლუდია. და ასევე პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტ. გილბერტის და დესამიტეების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამოვედით 10 მეტრიანზე, მცირე გამარჯვება მოვიპოვეთ. საკმაოდ დიდხანს გვიტევდნენ იაპონელები, დიდხანს დაიბევეს თავი ჩვენს 22-ში, ერთხელ ჯალაღონიემ ამოაცალა, მეორეჯერ უკვე კონტრაქტის თელობის დროს ჩავარდნენ და დავაჯარიმეთ. ძალიან კარგი, ჩვენი ძალა ვაგრძნობინეთ უკვე. ეს მულტიფაზური შეტევა მოვიგერიეთ რიჩარდ კოკრილი. თავდაჯერებული ჩანს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მარტივად გათამაშებული კომბინაცია. შიგნით წამოდი ირაკი. აი ამ დროს ჯობდა ალბათ რომ არ გისმინა. ხო, არ მისარმო. შიგნით წამოსულიყო, რადგან ძალიან ცოტა სივრცე დარჩებოდა იმისთვის რომ გადავეყვანეთ დერეფანში. Oh no, Georgia, open up please. I'll get you time, okay? მეორებით ეპიზოდი, თუმცა გათამაშება ჩვენი არ გამოჩნდა ამ წერილში. ხო, არა, ჯალაღონია გაიპარა იქ და აქ ხო, არა სწორია. სკარა და ვასკას დარჩა ეს ბურთი და დაიყვანეს. დატოვა ბურთი თამაში თითქოს არ გამოგვივიდა. მაგრამ ძალიან უაწუხეთ იაპონიას უკვე ჩხლეთ თავისავე დერეფანში და თითქოს მეჩვენება რომ ცოტა თავის ხარეს აგდებენ დერეფანში ბურთს მაშინ ოდესაც ჩვენც უმართავთ ბრძოლას ჰაერში ამ მომენტისთვის მე რა შტაბეჭდილებაც მაქვს არის ის სოსო რომ თუ ჩვენ ტემპში დავრჩით თუ ჩვენი თამაში მოვახვიეთ იაპონიას თავს და იმ სისწრაფეზე არ ვათამაშეთ სადაც იაპონია გრძნობს თავს კომფორტულად მაშინ შეგვიძლია ამ შეხვედრის საჩვენო წამოღება ორთა ბრძოლაში წაიღეს ბურთი იაპონელებმა და ტაილერ პოლი აკეთებს ძლავ დარტყმას იაპონია კი მიყვება თავის სათამაშო ტაქტიკას სქემას ფეხით თამაშობენ გადმოდიან ჩვენ ნახევარზე თაფლაძე ვერ ყოჩაღობს 10 და ბურთს მარტივად მოაგებინა მაგრამ ყოჩაღობს თედო აბჟანგაძე მე მგონი შერკინება გვირჩევნია თუ ავიღეთ აქ გავიტანეთ ნინიაშვილი მოკლე გადაკიდებაც აგვიკითხეს და ჰაერში თამაშს აღარ დადებს მსაჯი შეტევა მოსაგერიებელი აქ
ხო, ალბათ ჯობდა რომ ცოტა შორს დაგვერთხა მეტოქის 22-ში ეს ბურთი, ალბათ ნინაშუმაც გააკეთა იმაზე აქცენტი რომ საჯი დაგვიბრუნებდა უპირატესობას, მაგრამ შერკინების უპირატესობა ძალიან მალე სრულდება. მოგეხსენებათ საიტო ახლოსში წამოვიდა მოკინალები, მაგრამ ახალაძემ წაიკითხა ეს შეტევა. გადავგორდეთ. არ მოვსეჯარი. მაინც გასცა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთი თითქოს ჩანდა ზევიდან, ახალაძე ეწვა და აქედან არ გამოიტანდა იაპონია. ხო, არა, დამალეს, ვერც გადაგორდა წესიერად, მოდი ვთქვათ და არც ერთი მოთამაშე არ გაატანდა ხა ბურთს და პირდაპირ თამაშეს. პრაგმატულად გამოგთხოვეს ჯარიმაც და შანსი მიიღეს რომ 10 ქულამდე გადარდონ სხვაობა. ხო, აი პრაგმატულობით გჯობნიან ჯერჯერობით იაპონელები. კი, 65 წუთში ბევრი რამ ვიხილეთ უკვე. გქონდა ლელოს გატანის შანსიც, გქონდა ჩვენი მომენტი, სადაც თავს მოვახვიეთ იაპონიას თამაში, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში გავუშვით ლელო, როცა ჩვენ უნდა გაგვეტანა ერთი არასწორი გადაწყვეტილებით და ამის შემდეგ თითქოს ჩვენი თამაში სრულყოფილად ვეღარ დავიბრუნეთ და ინიციატივა თამაშზე ვეღარ დავიბრუნეთ. სასწრაფოდ და აუცილებლად გჭირდება ამის გაკეთება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ იაპონია იღებს ქულებს, მას შემდეგ რაც ჩვენ ერთადერთხელ ანგარიშის გამხსნელი ჯარიმა გავიტანეთ, აქ კი მოხდა ის რაც სოსომ დაანონსა 10 ქულამდე გაზარდა იაპონიამ. მე მაინც მეჯერა რომ იქ დერეფანში რო წავედით კარში უნდა დაგვეთხა. ის ჯარიმა, მაგრამ ასუდავ ცემგრინი დაუშავდა იაპონიას 15 ნომერი, ის ნაცვლად სავარაუდოდ. იუკი იკედა ჩაერთვება შინაი კომურა კი ბატონო, აბა კარგი ბოჭვა ძალიან მნიშვნელოვანია. შეაჩერა დრო მოიგო და შემდეგ წამოეხმარა დაბუცაძეს გაუწუდა ბოჭვა დასვა იქ იაპონელმა გარემარმა. მარტივად მოიშორეს დაბუცაძე ამ ეპიზოდში. ბოჭვა არის უნდა გავანთავისუფლოთ აუცილებლად და არ უთამაშოთ ბექა არა. უნდა გადაგორებულიყო გასულიყო ჩაჩანიძე საიტო გაიტანა ხაზე კარგი წნეხი, მაგრამ ფეხი მშვენიერი დაატყეს. მოედანში დატოვეს ნინიაშვილი, აბა გამოვიდა და თუნა რას იზავს. დარჩა ფეხზე, რამდენიმე კონტაქტის შემდეგ გაუშვა, გააგრძელა, მოიგო რამდენიმე მეტრი. და დავაშენოთ ახლა. კარგია ახალაძე. ჩავტოვოთ. და დავაშენოთ აი ახლა ამ ორ კარგ ფაზაზე, მაგრამ ძალიან შეგვინელდა ბურთი, შემდეგ აღებულ ბურთზეც ლობჟანიძემ პირდაპირ გადაცემა ვერ გააკეთა. აი ახლა ვიწყებთ ტემპის ახლიდან აკრეფას საღინაძე დარჩა ფეხზე. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობა. თითქოს იქ ჯალაღონიას დაუვარდა მიწაზე რომ მიდიოდა და აი ისურვებდი ამ შეტევაში რომ ჯარიმით გამოსულიყავი და ის ჯარიმა კარში დაგვეთხა, რადგან თუ ლელო გავიტანეთ აქ გასცა ჯარიმის უპირატესობა და უმალვე ჯარიმა. ეს მიდოდა რადგან ჯალაღონიას დაუვარდა ბურთი და აი ჯარიმა აღარ გადაკეთდება იმ წინ თამაშს და ლელო რო დაგვედო გაგვიგდებოდა ისე და ეს ყველაზე კარგი იყო ჩვენთვის ამ ეპიზოდში. კი ბატონო, კარგი შანსი იმის რომ 7 ქულიანი სტატუს-კვო დავაბრუნოთ, რაც რამდენიმე წუთის წინ იყო. ახალაძეს მცირე დაზიანება აქ იმ ბოლო კონტაქტის შემდეგ ძალიან კარგად მიეძალა სხვათაშორის. მაგრამ მარტო იყო და ესე ხშირად მარტო არ უნდა დავტოვოთ მოთამაშეები, რადგან იაპონელები დაგუჯდებიან იმ ბურთზე და წაიღებენ. რა კარგი იყო ჩვენი გუნდის ყველა ლიდერი და ბურთის მიმღები ამ ეპიზოდში და რომ არა ის ჩავარდნა, სადაც ტემპი დავაგდეთ, ბევრად მეტის გამოდნობა შეიძლებოდა, იკითხებოდა და ჩანდა ეს ეპიზოდიდან. ახლა კი მაქსიმუმ 3 ქულის აღების შანსი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ. მამუკა გორგოძე, ლეგენდა ქართული რაგბის. თედო აბჟანდაძე და გასუსული მიხეილ მეცხის სტადიონი. ვნახოთ თედოს მორიგი დარტყმა, საკმაოდ იური პოზიციიდან არის ეს დარტყმა და კი ბატონო ზუსტია თედო 6-13 29 წუთზე ჯერჯერობით მხოლოდ 7 ქულით გვამარცხებს. იაპონიის ნაკრები კარგად გვიტევს, იაპონელები კარგად გვიტევენ, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ვიცავთ თავს ჩვენ. თითქმის მათ ყველა შეტევაში ერთადერთი მათი ლელო ჩვენ ვიხილეთ ჩვენივე დაშვებული შეცდომიდან 22-დან ფეხი მიგვიწევდა. შეუერთდა თავის კუთვნილ ადგილს ლეგენდებთან მიხეილ ნარიაშვილიც გამოჩნდა და კაპიტანი მოკლედ კაპიტნის გვერდით იკავებს თავის ადგილს. ჯალაღონია მიიღო ეს ბურთი
ლობჟანიძე ახლა ერთდარტყმას აკეთებინებს მორკინალებს იმისთვის რომ უკეთესი პლაცდარმი შევიქნათ დასარტყამი ფეხით ახლა უკვე აღარ უნდა ვაწვალოთ და უნდა გავიდეთ ჩვენი 22-დან ამ წერტილში უკვე მე რამდენად გვინელებს წარმატებულად იაპონია რაკს. შენ ერთხელ აღნიშნე, როდესაც ულუივით იმ გააკეთა ანალოგიური, ახლა უკვე საქმეში იყო ტაილერ პოლი. იქნებ რაკი უფრო კომფორტულად ჩამოვაყალიბოთ ლობჟანიძისთვის. აფციაური დაგვიბრუნდა, აღდგა სტატუსკო მოთამაშეების რაოდენობის მოედანზე. სულ აღარ მახსოვდა, სოსო თუ ტაბლოს არ ავხედავდი. 14 კაცით გავიტარეთ ჯარიმა უნდა აღვნიშნოთ. და ეს არ არის მცირედი იაპონიის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი გუნდია. უნდა ავხდეთ. მოიგეს. ბატონო, ახლოში წამოიყვანეს, მაგრამ ჩვენი დაცვა ადგილზეა საყინაზე ვერ დაჭდა ამბურძე, ზურგს უკან, კარგად წამოვიდნენ იაპონელები, კარგად სისტემურად გვიტევენ, საიტო. კი ცდილობენ რომ დატოვონ ხაზთან თავიანთი მორკინალები, აქ გადაამლაშა საღინაძემ და დააჯარიმდით. კიდევ ერთი ჯარიმა. ბევრია პრობლემა დისციპლინაში. არასწორ მხარეს იყო ჩარჩენილი ბექა საყინაძე და სულმა წაზლია თითქოს კარგად შესრულებული ბოჭვის შემდეგ ბეკას და მიიღეს შანსი იაპონელებმა რომ დააბრუნონ სათქულიანი სხვაობა. კონტროლზე თითქოს კარგად გავიდა ბეკა საყინაძე და შემდეგ ფეხით როდესაც ითამაშა ფეხით არ შეგიძლია წინ მიტყნა არ შეგიძლია ფეხს გვერდზე და უკან შეგიძლია ამის შესრულება ჩათვალა რომ წინ მიარტყა შეეძლო რა თქმა უნდა ამ ეპიზოდის სხვანაირად განსჯაც თუმცა ახლა უკვე იაპონიას აქვს შანსი ისევ 10 ქულით დაწინაურდეს ლის დარტმა კარგი ჩანს და ნერვები მწყობში აქვს საკმაოდ შვიდად ისე ზუსტად შეასრულა 6-ით 16 უმარცხდებით ისევ 10 ქულით დავით ნინიაშვილი მსხვილი რაკურსით ხო კარგი იქნება პირველი ტაიმის მიწურულს თუ კიდე დავაგროვებთ ქულებს თუ ლეოს გავიტან თვად უკეთესი თედო აბჯანდაძე აიწია მაღალი განახლება მოვიგეთ ტაბუცაძემ ჩვენ ხარეს მოიგო კი აქ ჩვენ ხარეს გამოიშვირა ხელი და ესეც იდეალური შანსი მთელი ფლანგი შესატევად ასევე შანსი რომ ჯარიმა ავიღოთ და ჯარიმის უპირატესობის ქვეშ ვითამაშოთ დასვენებული აფციაურიც ყავს გიორგი მამაიაშვილი წყო მოედანზეა ერთი გუნდში მამაიაშვილი შემოსულა კი ტრავმირებული ახალაძე შეცვალა და ასევე აფციაური რომელმაც 10 წუთი დაისვენა და ცხადია ექნება გაორმაგებული სურვილი რომ ახლა დააჯარიმოს ხო თან უნდა აღვნიშნოთ რომ მამაიაშვილი და აფციაური აი ბავშვობიდან ერთად თამაშობენ ერთად მოდიან ლელოდან ასაკობრივი ნაკრებებიც ერთად აქვთ და ის ისტორიული მსოფლიო როდესაც ჩვენ 20-მდე მსოფლიოზე საუკეთესო პოზიცია დავიკავეთ რაც კი აქამდე გვაქვს დაგავებული მერვე იყო ხო თუ არ მეშლება მერვე ადგილი სწორედ ამ ბურჯების დიდი შრომის ხარჯზე მოხდა ცხადია თანაგუნდელებთან ერთად. აი ამ შერკინებაში თითქოს იაპონელები ჯერ ადრე მოგვაწყვნენ, შემდეგ ჩვენ რომ წნეხი ვიგზენით, ჩვენც ადრე წავედით, ამიტომ გადააწყობს ამიტომ. ადრე არ მიაწვეთო სანამ ბურთი შემოვარდებაო. მაგრამ თითქოს იმპაქტის შემდეგ ცდილობენ იაპონელები რომ მოგვაწყვნენ. ეს კი ჩვენი ძალიან კარგი შანსია. ხო, იდეალური იქნება თუ აი ჯარიმის უპირატესობას მოვიპოვებ და შემდეგ უკვე ვითამაშებთ ხელით. აბა, აფციაური რამდენად გამოგვივა ეს იდეალური ჩანაფიქრი, რაც მე და შენ და რა თქმა უნდა მოედანზე ბორჯღალოსნებსაც აქვთ. კიდევ ერთხელ ადრე გადმოსვლაზე თავისუფალი ჯარიმა გასცემ საჯმა, მაგრამ მეორე არის, ხო? მანამდე სხვა რამეზე იყო, ადრე მიწოლაზე იყო, აქ საღინაძე გოლი დაიძახა გაგვაჩერეს და გაგვიჭედეს პირველსავე ფაზაში ვერ ვიყენებთ ვერაფერს ვერ ვიყენებთ იმ შანსებს რომელიც გვეძლევა და ამიტომ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ორი ჯარიმის ამარა 34 წუთისთვის არა და ვერ ვიტყვით რომ უშანსოდ ვართ ვერ ვიტყვით რომ უპირატესობა არ გვაქვს გარკვეულ ფაქტორებში
თუმცა ანგარიშ შეასახვას ვერ ვახერხებთ. ხო, შერკინება პირველი ორი შერკინება მოგვიკლეს, მოდი ვთქვათ, თავისუფლით, მაგრამ შემდეგ უკვე ნებისმიერი თავისუფალი იაპონიისგან უკვე ჯარიმად გადაკეთდება, ამიტომ ხო, მალე გაიტანენ, რა თქმა უნდა, ბიჭებიც იძახიან, ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით რომ მივაწვეთ. თავარია რომ ახლა ყველაფერი ჩვენ გავაკეთოთ იდეალურად და მსაც ვანახოთ რომ ყველაფერს ვაკეთებთ კარგად იმის რომ აქეთ არ დავჯარიმდეთ. თავისუფლით არ გამოვიდეთ. საიტო. შენ თქვი რომ ლობჟანიძე თამაშობს 99-ე და თედო მიუახლოვდა კიდევ ერთ ასეთ მდგომარეობას 99 ამისთვის და რა ჯარიმა. ხო, აქეთ ამხიდან აშკარად აფციალურმა დაჯაბნა იქით არ ვიცი მამაიაშვილის მხარეს რა ხდებოდა, მაგრამ აქეთ თითქოს ჩვენ უკეთესები ვიყავით. სამსაჯო გეოგრაფია ჩემზე უკეთ გესმის და მათ 22-ში ჩვენ ასე აღარ მოგცა მოკლედ ჯარი. ხო, საინტერესო იქნება თუ იქით ხედიდან ახავდით ამ შეკინებას უფრო ნათლად შეიძლებდი აი ბატონო. Okay, Georgia. ხო, რაცა თქოს Open up, I'll get you the numbers, okay? არც ერთი არ იყო ესე თქვა დამლაშავე. იქით უფრო აქედან მხრიდან რო უყურებთ აფციალურმა აშკარად დაჯობა. ვიზავის მოკლედ იაპონელების დერეფანი ხალხის საკმაოდ მოვიდა. აბა, უნდა შეუშავოთ ხელი, კარგად უშლიდით ხელს და აი აქ მოიგეს ორი ხელით დაგვასწრეს ახტომა. კვათაძე გადაბმაში იყო კარგი, მაგრამ იმედია რომ სუფთა ბოჭო იყო. ხო, ცოტა გამართული მომეჩვენა, მაგრამ არასწორი მხრით შევიდა და თავი დარჩა ცუდად ასე ვთქვათ. ეს ისევე ცუდად როგორიც დარტყმა შესრულდა. ახლა მაიაშვილის ბოჭვა წაქცეული ტანის დაკარგული წერტილიდან მოახერხა შემტევი ბოჭვის გაკეთება ჩვენმა პირველმა ხაზელმა მარჯვნივ ჯგუფური დარტყმა რაქიდან. იაპონელები კვლავ ფეხით თამაშობენ და ცდილობენ ჩვენ ნახევარზე გადმოსვლას. უკეთ გმართებს ბურთის აღება უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ნინიაშვილი. აი ახლა როგორც გახდა სწორედ ისეთი და სწრაფი ბურთი შეგვიძლია გავიტანოთ. ბაბუნაშვილი აკრიფა ტემპი და არტყა წამოეხმარნენ მას პირველ ხაზელები ბურჯი და კვაჭი. ახლა კი ვასილ ლობჟანიძე შეასრულებს მაღალ დარტყმას. სად არის ეს ბურთი? ტაბუცაძე მიყვება. აუ, კარგი ხარ ბექსონა, მაგარი ბოჭვა შეუსრულა აქ. ბურთიან მორაგბე საიტო ორნი ზურგს უკან გაათამაშეს იაპონელები, ცოტა არეულები ვიყავით და მე მგონი მოეწრა და კი ბატონო დარტყმის ადგილიდან იქნება ჩვენი დერეფანი და ბოლო შანს ვიღებთ თითქოს პირველ ტაიმში რომ შევამციროთ სხვაობა. და ვიღებთ სრულიად ლოგიკურად ვითამაშეთ მწყობრად, კომფორტულად ვერ დაარტყა ამის შემდეგ იაპონელმა და გვაქვს კარგი შანსი ახლა დერეფნიდან ისევ მთელი ფლანგი უამრავი რამის გათამაშება შეგვიძლია და ვიცით რომ გვაქვს არსენალში. კი ბატონო, ედი ჯოუნსი ხედავთ. დინად გამოგვივა დღევანდელი მიმდინარეობით ეს სხვა საკითხია. პირველი მოდი ჯერ დერეფანში ბურთი მოვიგოთ. მოლი უნდა ვცადოთ აუცილებლად, რადგან უნდა ვაჯობოთ ამ კომპონენტში და არა ბოლოში არასწორი მოწოდება. ბატონო. არასწორი მოწოდება და ეგრე არ გამოვა ეხა, მაშინ ვანანდეს იყო არასწორი მოწოდებები ხო. 50-ზე ეპიზოდები იმსაჯა ჩვენ საწინააღმდეგო დერეფანში. Yes, and the overthrow must be straight also. Option please, Warner. Scrum. ხო, შეიძლება ახლა კარგად შედიოდა თაფლაძე. ხო, როგორც არის. კაი, შერკინება აირჩიეს. საბა, ხო არ გათამამდნენ წინა ჯარი. ხო, აი ამ ამისთვის დაისაჯონ ამისთვის დასჯა იქნება იდეალური პასუხი. აბა ვნახოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება. ნუ სავარაუდო დროის გაყვანასაც ემსახურება ეს ძალიან კომფორტული სხვაობით იგებს იაპონია პირველი ტაიმისთვის. ნუ ვნახოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა დროის გაყვანას თუ გადაეწყო ხომ მათთვის საერთოდ იდეალური. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყო ჩაღოთ რამენაირად. აი, მაგრამ გაიტანეს ლობჟანიძის კარგი ბოჭვა. შევაწუხოთ. 22-ს გარეთ არის იაპონია. მალე ჩავიდნენ, უნდა ჩავიდნენ ჩვენი მორკინალები, თორემ თამაშგარეთ ჩაგტოვებენ. ხო, 22-ს გარეთ არის თქოს. კი ბატონო, გეთახმები, მოედანში დატოვეს და ნინიაშვილი კი ბატონო, მამაიაშვილმა როგორ იმოძრავა დააკვირდი, სად ჩამოვიდა პირველ ხაზელი გორგაძე, თვითონ მივიდა.
ამუშავა ფეხი კონტაქტის ზონაში და მოიგო კიდეც მცირე მანძილი. ახლა ფეხი მზადდება, თედო აბჟანდაძე აიწია. მაღალი ბურთი მიყვება კვესელაძე უკნიდან აზღვევს ტაბუცაძე. არში კარგია. კახოიძე აგრძელებს შეტევას, კახოიძე შევიდა კონტაქტში, გადაყარეს. მომენტუმი გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ ზურსუკან ინიაშვილი შეიძლება ერთი გზელი გადაცემა. ორასკვიანურია. დემე უნდა დაგეჭირა ეგ ბურთი, არ შეიძლება ასე მოგცევა, ასე უდიერად მოპყრობა ბურთთან. მოკლე ფლანგზე შემოგვიტიეს და გაჩერდა თამაში. ორი წინ თამაში იყო და დაეხმარა. გვერდით საჯი მთავარ არბიტრს და ხო აი თითქოს წინა შეკინებაში უკვე გამოიკვეთა ჩვენი ნახე რა ჭკვიანურად ითამაშა ერთი დაქნევა მოჭრა და ზუსტად ხაზზე დასვა ხელებში ჩაუსვა დემე თაფლაძეს და დემემ ვერ დააფასა თან სიურცე ჰქონდა წინ ხო თითქოს ცოტა შიგნით უწევდა წასვლას მაგრამ თავარი იყო რომ ბურთს შევინარჩუნებდით ამ ეპიზოდში ახლა იაპონია ძალიან სწრაფად გაიტანს ამ შეკინებიდან ბურთს და შემდეგ რა თქმა უნდა დაასრულებს პირველ ტაიმს. ხო, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. პირიქით, თორსა ჩვენი თითქოს ჩვენ უნდა გაგვეტანა ლელო, აქეთ მივიღეთ და დანარჩენი კი ჯარიმები გაგვიტანეს იაპონიამ. რიჩარდ გოგრელი და ლადო კილასონია. რომელიც აღარ არის ჩვენი ოცამდე ნაკრების თავარი მწვრთნელი. აი ვიკო კოლელიშვილი ჩაანაცვლებს მას. ხო, რა თქმა უნდა დაასრულებს იაპონია. ხო, 6-16 მარცხდებით 10 ქულიანია სხვა უნიშნულოვანეს მატჩი შევისვენოთ მოთამაშეებთან ერთად და მალე დაგიბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ აქვს გოგრილს სათქმელი თავისი გუნდისთვის ედი ჯონს კი ეჭვება იმდენივე კონდეს სალაპარაკო მეორე ტაიმს ველოდებით იმედი მაქვს რომ ბევრად უკეთესი იქნება ჩვენი თამაში პირველ რიგში და თუ ეს ასე მოხდა და ჩვენი სათამაშო უპირატესობა ავსახეთ გულებში დარწმუნებული ვარ შეიცვლება უკვე და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება შეხვედრა 10 წუთს შევისვენებ და დაგიბრუნდებით უკვე შეხვედრის მეორე ტაიმით